ანა გაქრეს ის კლასი, რომელსაც სურვილი აქვს დააბრუნოს ქვეყანა უშუქობაში, კორუფციასა და სხვა იმ გაჭირვებაში, რომელიც არსებობდა. ივანე მერაბიშვილი. იმისთვის კი არ აგვიშენებია ეს ქვეყანა, რომ თქვენისთანა მგრეველებს და მღრღნელებს გადავაბაროთ. მიხეილ სააკაშვილი. არ შეიძლება ხელისუფლება ვანდოთ მათ, ვისაც მგრევის, დაჭაობების, ზოგჯერ სისხლისღვრისა და ბნელი უიმედობის გარდა ქვეყნისთვის არაფერი მოუტანია. გიგი უგულავა. სიძულვილის ენა საარჩევნო კამპანიაში მთავარ კითხვას ამ თემაზე დღეს ზაზა შათირიშვილი უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში პირდაპირ ჩართვა პრაღიდან რა პასუხისმგებლობას იღებენ საქართველოს მეგობრები არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე. ირაკლი ალასანია გადაცემაში მთავარი კითხვა. თავარ კითხვა ზაზა შათირიშვილი უპასუხებს საღამოშტობის აბატონზე. საღამოშტობისა. თქვენი აზრით, ორი დღის წინანდელი ყრილობა მართველი პარტიის რითი იყო გამორჩეული? მე ვგულისხმობ რასაკვირველია პათოს ამ ყრილობის, ვგულისხმობ ასევე მეტყოლების ენას იმ ადამიანების, იმ გამომსვლელების, ვინც ხალხს მიმართავდა. რამდენიმე სიტყვით რა გამოარჩევდა აი ამ რიტორიკას და თვითონ ყრილობის პათოს? ერთი მხრივ რთულია ამ ყველაფერს უწოდო ყრილობა ისეთი გაგებით, ხო? ეს უფრო რეალურად ეს იყო, ესე ვთქვათ, გარეთ და შიდა სივრცეში ჩატარებული მიტინგები. რეალურად ეს იყო მიტინგი, თქვათ ასე. თუმცა დაარქვეს ყრილობა. დაარქვეს ყრილობა, ხო. ნუ ამით რომ გამორჩეული ყოფილიყო ქართული ოცნების აქციებისაგან, რადგანაც ის არის მართველი პარტია და აქედან გამომდინარე ეს უფრო აკადემიური ფორმა არის ყრილობა და არქვეს ყრილობა. ანუ ყრილობასთან ამას პრინციპში შინაარსობრივად და პათოსით თუ რამეს გავდა ალბათ სტალინის პერიოდის ყრილობებს უფრო ლენინის გამოსვლები მოყავდათ სოციალურ ქსელებში ყრილობის ნახვის. შეიძლება ითქვას რომ პრაქტიკულად ციტატა კი არა, ნუ ფაქტობრივად რა იყო, იცი და გეგონებოდათ რომ ეს იყო თავიდან დაბადებული ბოლშევიკური მეტყველება და მე მგონი რაღაცა ეს ალბათ ვანამერაბიშვილი ალბათ ხო იქნება სადღაც 42-43 წლის არა, როგორც ჩანს თავის სტუდენტობა და ახალგაზრდობა გაახსენა, როდესაც პარტიის ისტორია ისწავლებოდა და როგორც ჩანს ამ ყველაფერმა ბაში გაიღვიძა ძალიან სერიოზულად, იმიტომ რომ პრაქტიკულად მარტო ციტატები კი არ იყო, ზუსტად ის ენა იყო, რაც მე მართალი გითხრათ უბრალოდ იმ პერიოდში წიგნებში წამიკითხავს და არა იმ პერიოდის კომუნისტებიც კი აღარ მეტყოლებდნენ ეგეთიანით გულისხმობ 70-იანი 80-იანი წლების კომუნისტებს, ხო? გაქრეს როგორც კლასი, ხო? ეს არის ყველაზე გამორჩეული გამონათქვამი, ძალიან ბევრი რამ გავიგე მე პირადად შაბათს, მაგრამ ეს იყო მართლაც ყველაზე გამორჩეული გამონათქვამი. თუმცა სანამ აი ამ კონკრეტულ ფრაზაზე გადავიდოდეთ, რომელიც ექს-შინაგან საქმეთა და ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა თქვა მანამდე, მართულ პარტიას ყოველთვის კარგად შეეძლო, ყოველ შემთხვევაში მის ლიდერებს ხალხთან კონტაქტი. მათ ყავთ უცხოელი ლობისტები და მრჩევლები, ეს არის ცნობილი, რომ ისინი პიარ კამპანიებს სპონტანურად არ აწარმოებენ, არამედ აწარმოებენ რჩევების გეგმის მიხედვით. თქვენ აი ამ გეგმას სად ხედავთ მათ ასეთ რიტორიკაში? სად დგანან უკან მაგალითად მათი ევროპელი თუ ამერიკელი მრჩევლები? როგორ ფიქრობთ, ეს მათი რჩევების შედეგია თუ უშუალოდ მართველი პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ სწორედ ასე უნდა ესაუბრონ ხალხს, ასეთი ეპითეტებით უნდა შეამკონ ოპონენტები არჩევნების წინ? ეს ძალიან საინტერესოა. იმიტომ რომ ყველა არჩევნების წინ მართულ პარტიას ჩამოყავდა ცნობილი პიარ კომპანიები და მათთან ერთად იგეგმებოდა და მათთან ერთად კეთდებოდა ყველაფერი. გეთანხმებით აბსოლუტურად, მეც ესე ვიცი. და მართალი გითხრათ, ალბათ ეს მეც ვფიქრობდი ამაზე, არ დამიმალოთ ძალიან, მაგრამ ჩემს ვფიქრობდი, რომ დავიჯერო, რომ აი ესეთი რაღაცები ურჩიეს, ესეთი ტიპის მეტყველება. თავარი ესე იგი ჩვენ დღეს თემატურად გამოვყავთ სიძულვილის ენა, რა თქმა უნდა, ეს არის კლასიკური სიძულვილის ენის კლასიკური ნიმუშები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, მაგრამ მეორე მომენტი არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რომ პრაქტიკულად არის რაღაცა ბოლშევიკური და
კვაზი რელიგიური ენების ნაზავი. თავისთავად ბოლშევიზმშიც იყო ესეთი ათეიზმი შეიძლება იყოს რელიგია, ხო, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. აი სამყაროს გაყოფა ორ ნაწილად, ჩვენიანებად და მოღალატეებად, არა, რაც არის ტიპური მაჩვენებელი დაუშვათ ბოლშევიკური და სტალინური ენების, არა. მართალი გითხრათ მაგრამ თუ მეორე მხრივ ამ რიტორიკის განვითარებას დავაკვირდებით რატომ მირჩევენ ამ რიტორიკას ეს მაინტერესებს ამაში მდგომარეობს შემიკითხვა სხვათა შორის არის მე ძალიან მომეწონა რაც თქვა იანთაძემ რომ ესეც მინდა ფსიქოლოგიურად ახსნა რომ შეშინებული ბავშვი რომელიც არის ჩაკეტილი ბნელ ოთახში იწყებს ყვირილს ხო და თავისთავად მნიშვნელოვანი მარტო ის კი არ იყო რას ლაპარაკობდნენ, ანუ რა ინტონაციით მეტყოლებდნენ, ხო? ხავილამდე მისული აი ამ ყვირილით და როგორ ჩანს საერთოდ ფსიქოლოგია არასდროს არ უნდა გამორიცხო ადამიანმა, იმიტომ რომ რაღაც გარკვეულ სიტუაციაში ფსიქოლოგიის მეშვეობით მართლაც შეიძლება გარკვეული მომენტების ახსნა. როგორ ჩანს სისტემა არის ჩამოშლის წინაშე და როდესაც სისტემა იშლება, პირველ პლანზე გამოდის ადამიანური ვნებები და პათოსი. ესე იგი თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ ასე ყველა ლიდერს ერთნაირი ემოცია დაეუფლა ერთმშვენიერ დღეს? და ეს არ იყო დაგეგმილი? იცით რა არის, მე ესეთი რაღაცა მგონია, როცა სისტემა კარგავს თავის სახეს, უკვე გამოდის. მე შენ ახლა რასაც თვალს ვადევნებთ, ეს არის სისტემის როგორც თვითონ მათო კვარტალის აგრესია, სისტემის ჩამოშლა. და ასე დროს ხდება ეგრეთ წოდებული მიბაძვა. ეს გარკვეული ტიპის ფსიქოლოგიური ფენომენია, როდესაც ადამიანები ერთნაირად იქცევიან. მაგრამ ბოლშევიზმს თუ ბოლშევიკებს ბაძავდნენ, ბოლშევიკები როდესაც მოვიდნენ, სწორედ მაშინ მიმართავდნენ ამ პათოსით ხალხს. გეთახმებით. ბოლშევიზმის მიწურულს ეს პათოსი გეთახმებით ძალიან დაბალ რეგისტრში გადავიდა. სხვა შორის ახლა და ძალიან სწორი პარალელია, რომ სწორედ ბოლშევიკები როცა მოვიდნენ, მაშინ ჰქონდათ მათ ყველაზე მეტი შიში, იმიტომ რომ ისინი იყვნენ მათი აზრით და გარკვეული აზრით ეს სწორიც არის, მტრული სამყაროთი გარემოსული, არავის არ ჯეროდა რომ ისინი ამდენ ხალხს გაჩერდებოდნენ, შეინარჩუნებდნენ ძალაუფლებას, გარკვეული აზრით თვითონაც ამისი არ ჯეროდათ და ყველაზე უფრო ესეთი ისტერიული მათი მეტყველება იყო პირველი 4-5 წლის განმავლობაში. აი, ნეპის პერიოდის შემდეგ რაღაცები იცვლება და რაც შეეხება სტალინის დროს, ისტერიული პათოსი აბსოლუტურად იკარგება და ეს კლიშეები და სტერეოტიპები ხდება წმინდა მანიპულაციის საშუალება. როდესაც სტალინს სჭირდება აი როგორც აი ცხოველი, როდესაც მეორე უფრო პატარა ცხოველს ხელში იგდებს, ხო? აი წმინდა მანიპულაციისათვის. აი 37 წელს ეს უკვე იყო არა ისტერიის გამოვლინება, არამედ სრულად შეგნებული ცინიზმი და სრულად შეგნებული იარლიყების მიწებება დიდი ტერორის გასამართლებლად. აი საკმაოდ სერიოზული განსხვავება. ისინი მართლაც გვანან სწორედ პირველი ეტაპის ბოლშევიკებს, როდესაც მათ ჰქონდათ ისტერიული შიში, რომ ისინი ვერ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას. მაგრამ არის თუ არა ეს ნამდვილად ისტერიკა და ნამდვილად ემოცია, ამ დასკვნის გაკეთება ალბათ ერთადერთი შეიძლება, რამდენად ბუნებრივად გამოიყურებიან ეს ლიდერები, მაგალითად გიგი უგულავა, იმიტომ რომ ყველაზე უტრირებულად სწორედ მის გამოსვლაში ტონალობა. თუნდაც ბარამიძე ბათუმში, მე ყველა გამოსვლა, მე თავიდან თუმცა ბარამიძისგან მე ამ ტიპის გამოსვლები მახსოვს და გიგი უგულავასგან ნაკლებად გულისხმობ ტონალობას ახლა და არა თვითონ ზუსტად არა გეთახმებით, რომ ხშირ შემთხვევაში ბუნებრივი იყო, აი ეს მინდა გკითხოთ. თუ ეს იყო ისტერიული, უნდა ყოფილიყო ბუნებრივი. ამ ლიდერებისთვის, თუნდაც გიგი უგულავასთვის, თუნდაც ყველაზე დიდი შიშის ფონზე, თქვენი აზრით ბუნებრივია ასეთი რეგისტრი ხმის და ასეთი მიმართვა? ის რა არის, მოდით ახლა ერთი რაღაცა გავარჩევთ ერთი მეორესგან. ბუნებრივი შეიძლება ბევრი რამე იყოს, ბუნებრივი შეიძლება იყოს შიში, ხო? და შიში შეიძლება ბუნებრივი არის კიდეც ალბათ. შეიძლება იყოს ბუნებრივი, შეიძლება იყოს სხვა შორის არაბუნებრივიც, მაგრამ შეიძლება იყოს შიში, შეიძლება იყოს აბსოლუტურად ბუნებრივი და რაღაცა ბუნებრივი, ანუ მოდი ესე ვთქვათ, რეფლექსური გამოძახილი რაღაცაზე, ხო? აი ასეთ შემთხვევაში, მაგრამ ხშირად ჩვენ ვლაპარაკობთ რაზე, იცით? არის ენაში ესეთი გამოთქმა არაბუნებრივი შიში. არაბუნებრივი შიში რას ნიშნავს? როდესაც შიში გადადის თავის როდესაც შიში აღწევს რაღაც გარკვეულ ზღვარს. მე რაც დავინახე,
სპეციალურად მოусმინე მართალია თავიდან ბოლომდე და ბევრმა თითქმის და ჩემი ახლობლები შეშინებულები მიყურებდნენ ხან ერთ შემოროდა ხან მეორე გამორთე რა მართალი გითხრათ მე ესეთი წმინდა როგორი თვალსაზრისით მაინტერესებდა ეს თეატრალური თვალსაზრისითაც მაინტერესებდა და აბსოლუტურად დისტანცირებული ვიყავი აი როგორ გითხრათ აი რა პროფესიულად მაინტერესებდა თითქოს რა ხდება და მართლაც ყველაფერი იყო ეს 11 შეხვედრა იყო ერთი შეხვედრა რეალურად რაღაც გაშლილი დროში იცით აი მოგეწონა დრამატურგიულად არ მოგეწონა არა ეს იყო მე იცით რა შემიძლია შევადრო ეპიდემიას ეპიდემიის დროს რა ხდება ხო ეპიდემიის დროს ხდება ერთი რაღაცის გაშლა რა აი ეს იყო შიშის და ისტერიკის ეპიდემია როცა ადამიანები განსხვავებული ადამიანები რომელსაც განსხვავებული ინტონაციები აქვთ ერთნაირად იქცევიან ესმით თუ ეს სააკაშვილისთვის ბუნებრივი მდგომარეობა და მიჩვეულები ვართ ამიტომ ეძახით ბუნებრივს სხვებისთვის მიგაჩნიათ რომ ეს სააკაშვილისთვის ბუნებრივი მდგომარეობა სააკაშვილისთვის ანუ ის არ თამაშობს როდესაც ასე გამოდის თამაშობს მაგრამ ეს თამაში მისთვის მოდეს ჩვეულ რაღაცად იქცეთ სიტყვა ბუნებრივი გადავდოთ ჩვენ მიჩვეულები ვართ სააკაშვილისაგან აი ესეთ ტონალობას ასეთ ტიპის მეტყველებას, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან დიდი კონცენტრაცია არის ახლა აი სიძულვილის ენის გაყოფის მანიქეური გაყოფის თეთრი შავი, ხო? როდესაც ერთი მხარე არის ჩვენი, მეორე არის მოღალატე მაგრამ უკვე სხვებიც ემსგავსებიან სააკაშვილს. სხვებიც იღებენ აი ამ რეგისტრს და უშვებენ ფალცეთს, არ ყოფნით ეს სააკაშვილისთვის ეს როგორც ერთი მსახიობის თეატრის მსახიობისთვის თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს არის ჩვეული მდგომარეობა ჩვენც, მაგრამ სხვები თითქოს სხვანაირები არიან, მაგრამ ეხლა მოხდა რა, აი ეპიდემიური დამსგავსება ყველა ერთნაირი გახდა. ყველა ერთნაირი გახდა და პრინციპში ყველაზე მთავარი ის კი არ იყო რას ლაპარაკობენ. თუმცა ესეც მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ ერთი რამე გავითვალისწინოთ, რომ ესეთი ტიპის აი ეპიდემიური თუ შეიძლება ასე ითქვას აი შიშის დროს, რა თქმა უნდა მეტყველება ხდება აბსოლუტურად როგორ იცით, ლექსიკურად ძალიან წირი. აი დააკვირდით სხვა შორის არა მაგალითად გიგაბუკერის მეტყველებას რო ავიღოთ, ხო? სულ რამდენიმე სიტყვით ოპერირებენ და როგორც წესი ეს არის ბინარული ოპოზიციები, ანუ დაპირისპირებული წყვილები, თეთრი, შავი, მოღალატე, მტერი, ერთგული და ხდება სრული დაცლა მეტყველების აზრისაგან, სემანტიკისაგან. არის მხოლოდ კლიშეები და ეს ამ კლიშეების მთავარი მამოძრავებელი არის ბინარული ოპოზიციები, ანუ საწინააღმდეგო წყვილები. ლიდერებს, მათ შორის გიგაბოკერიას თუ დრო დაგვჭა აუცილებლად დაუბრუნდებით. ეხლა კი თვითონ შინაარსზე იმ ფრაზეოლოგიის, რაც მოვისმინეთ 2 დღის წინ. ყველაზე მთავარი, რომელიც ყველაზე მეტად აიტაცა საზოგადოებამ და რომელიც გაარჩია ძალიან ბევრმა. ჩვენი ამოცანაა გაქრესის კლასი, რომელსაც სურვილი აქვს დააბრუნოს ქვეყანა უშუქობაში, კორუფციასა და სხვა იმ გაჭირვებაში, რომელიც არსებობდა. კლასის გაქრობა არის ეს თქვენი აზრით რიტორიკის და პიარის ნაწილი? თუ ეს არის რეალური მუქარა, თუმცა მთავარ კითხვას ზაზა შათირიშვილი პასუხს გასცემს სარეკლამო ბლოკის შემდეგ. თავარ კითხვას ზაზა შათირიშვილი უპასუხებს, ბატონო ზაზა, კლასის გაქრობა პრემიერ-მინისტრის მეტყველებაში. ეს შეიძლება იყო მთავარი მესეჯი ამ ყრილობის, იმიტომ ყველაზე მეტად აიტაცა საზოგადოებამ. იყო ეს პიარ ნაბიჯი, ანუ გამოიყენა ეს ივანე მერაბიშვილმა, იმიტომ რომ ამით გარკვეული პიარი გააკეთა. თუ ეს არის თქვენი აზრით რეალური მუქარა? და საერთოდ როდესაც ესეთ რიტორიკას იყენებ, ეს ხო არა მარტო გემოვნების საკითხია, თუმცა გემოვნების საკითხიც არის. არამედ ეს აშიშვლებს თან ფარულ სურვილებსაც, ხო? როგორც წესი, ადამიანი იყენებს ისეთ მეტყველებას, რომელიც რაღაცნაირად გამოხატავს მის თუ შეიძლება ასე ითქვას მდგომარეობას. შეიძლება რა თქმა უნდა საპირისპირო მეტყველებაც გამოიყენოს და არაცნობიერს ესეც შეუძლია რომ ადამიანი ლაპარაკობდეს სხვას და ხშირად ესეც ხდება
და ფიქრობდა სხვას, მაგრამ სხვა იყოს მისი სურვილი, ხო? როგორც ჩანს, აქ სწორედ ის შემთხვევა, როდესაც სურვილი ლაპარაკობს უკვე თავის საკუთარ ენაზე და რაზე ლაპარაკობს? ლაპარაკობს იმაზე, რომ მათ როგორი ტიპის გარემო უნდათ, მოდი ესე, სად შეუძლიათ მათ მართვა, მოდი ესე ვთქვათ. სად იყვნენ ისინი შედარებით, როგორც ახლა ამბობენ, კარგი მმართველები. მაშინ, როდესაც ოპოზიცია საერთოდ არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, გაქრობას შეიძლება ორი მნიშვნელობა ჰქონდეს. ეს გაქრობა როგორც განადგურება, მაგრამ ამის უკან რაღაც რეალობა უნდა იდგას, ხო? როდესაც ამას ლაპარაკობს სტალინი, ამის უკან დგას შესაბამისი რეალობა და შესაბამისი უნარები. დღეს ახლა რაც არ უნდა ახლა დემონიზაცია მოახდინოს ჩვენ ხელისუფლების, მე რასაც უყურებ ხელისუფლებას ამის ძალა ნამდვილად არ შესწევს. უბრალოდ რესურსი არ აქვს ამისი. თვითონ კლასობრივი ბრძოლის წამოწევა როგორც ასეთის 21 საუკუნეში. იცით რა არის, მე აი ჩვენ ხშირად ვამბობთ 21 საუკუნე, მაგრამ აი ესეთი ტიპის მოვლენები ყველა საუკუნეში ხდება. კუდიანებზე ნადირობენ ყველა საუკუნეში. მაგრამ გარკვეული ისტორიული ფორმაციებისთვის არის დამახასიათებელი კლასები და კლასობრივი ბრძოლა. დღეს საქართველოში შეგვიძლია რომ რაიმე თვითონ ასეთ კლასიფიკაციაზე ვისაუბროთ საზოგადოებაში. ეს რას ნიშნავს? იცით, ეს არის ამ მეტყველების, ვინც ასე მეტყველებს, იმისი ცნობიერების უკიდურესი პრიმიტიულობის გამოხატულებაა. ისე ვიმეორებ, მართველი ელიტა და სამწუხაროდ მასთან დაახლოებული ინტელექტუალები დღეს გამოირჩევიან ძალიან მწირი ლექსიკით, რაც აი როგორც ჩემთვის და თქვენთვის როგორც ფილოლოგისთვის აშკარაა. და ეს ამ წერი ლექსიკის უკან დგას რა სრული აზრობრივი სიღატაკე, რომელიც საბოლოო ჯამში დადის პრიმიტიულ სქემებამდე. მერაბ მამარდაშვილი ამბობდა შემდეგ რაღაცას, როდესაც ის ლაპარაკობდა კომუნისტურ და ბოლშევიკურ რიტორიკაზე და ცნობიერებაზე, რომ ეს არის ძალიან პრიმიტიული ცნობიერება, რომელიც დაიყვანება მხოლოდ აი ბინარულ წყვილებზე, ერთგული და მტერი. მხოლოდ იმიტომ რომ ასეთი ტიპის პრიმიტიული მეტყველება რას შვება, იცით, აპრიმიტიულებს სამყაროს, რომელიც არის რთული. ადამიანს, რომელსაც ეშინია და ეშინია რისი სამყაროსი, ხო? ეს ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანის. რას ცდილობს? ადამიანი, რომელიც ვერ ძლებს საკუთარ შიშს, ცდილობს სამყაროს მრავალფეროვნება დაიყვანოს პრიმიტიულ სქემებამდე და თუ საკმარისი ძალაუფლებაც არსებობს ამისთვის, მე გაავრცელოს ესეთი პრიმიტიული ხედვა. აი უკვე აი ამ გავრცელებულ პრიმიტიულ ხედვას ეწოდება პროპაგანდა. მაგრამ ბატონზაზა, ხა ერთი მხრივ კი ეუთო საპარლამენტო ასამბლეის სხვათა შორის ძალიან კარგი, როცა თქვა ლენინიზმი, მაგრამ ეს იყო ერთი ასეთი ტიპის შეფასება ჩვენი არაქართველი მეგობრებისგან. ეს ხელისუფლება დასავლეთში არის პოზიციონირებული როგორც ძალიან პროგრესული, როგორც პროდასავლური. დღესაც ასეა ეს. ნაწილობრივ, მოდი ესე ვთქვათ. შესაძლოა ნაწილობრივ, მაგრამ მაინც ასეა. ერთი მხრივ, კარგი დავანებოთ როგორ არის de facto, ვთქვათ ის რომ ხელისუფლება ცდილობს რომ ასე იყოს პოზიციონირებული დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და ევროპაში. როგორც პროგრესული, ხშირ შემთხვევაში ისინი ცდილობენ თქვან იქ რომ უსწრებენ კიდეც თავიანთ საზოგადოებას, განვითარებით ისინი არიან უფრო წინ, ვიდრე დანარჩენი საზოგადოება. და ერთ-ერთი ამის საზომი არის უმცირესობებისადმი დამოკიდებულება, დეკლარირებული დამოკიდებულება. და ასევე ოპონენტის დადანაშაულება ჰომოფობიაში, ქსენოფობიაში და ასე შემდეგ. მაგრამ მეორე მხრივ ასეთი ფორმის და შინაარსის გამოსვლები. როგორ ფიქრობთ, დასავლეთი ამას ხედავს თუ ვერ ხედავს, რომ ხელისუფლება, რომელიც მათ არწმუნებს, რომ არის ძალიან პროგრესული, გამოდის როგორც ქართული საზოგადოება აფასებს და არა მხოლოდ ქართული ქართული საზოგადოება ისე ვამბობ თუ ბოლშევიკური რიტორიკით. ამას ხედავენ თუ ვერ ხედავენ? როგორ არის ეს აღქმული თქვენი აზრით? იცით რა არის, მოდით ავიღოთ საზოგადოებრივი აზრი, რას ამბობს? ხო, საზოგადოებრივი აზრი, დასავლური საზოგადოებრივი აზრი გამოიხატება რითი? რას წერენ? პრესა რო ავიღოთ, ხო? ნუ მე რასაც ვკითხულობ, ბევრი არ წერს საქართველოზე, იმიტომ რომ ისე ვამბობ, საქართველოს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დღეს არ არის შეერთებულ შტატების თუ დასავლეთის ესეთ მთავარი ინტერესი საქართველოს არ არის. სხვა ბევრად უფრო სერიოზული პრობლემებია, ხო? ეკონომიკური კრიზისი, სირიის საკითხი და ასე შემდეგ. საქართველოს არ არის ყველაზე. ამიტომ საქართველოს ბევრი არ წერს, მაგრამ ვინც წერს, შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის 2/3 სტატიებისა რო ავიღოთ, რაცაც მე უყურებ და
ჩვენი მაყურებელიც და მსმენელიც ალბათ ამას კითხულობს, იმიტომ რომ ქართულ ენაზე ეს ხელმისაწვდომია foreign press-ის მეშვეობით. ხო, იქ ხშირად ვნახავთ, რომ ეს დაუშვით იქნება ეს ლინკოლნ მიჩელის თუ ტომას დევალის ან თუ სხვათა სტატიებში ხშირად არის შემჩნეული სწორედ ეს ნეობოლშევიკური ელემენტი, თქვა და ასე თურბილად ვიტყვით, ჩვენი ხელისუფლებისა. ხო, ეს ვერ ვიტყვი, რომ ეს შემჩნეული არ არის. ეხლა მეორე მომენტია დაუშვათ, როდესაც ჩვენ ვისმენთ დიპლომატიურ ენას, არა, იქ ცოტა სხვა ეტიკეტია, რა, ყველა ჩვენი ხელისუფლება საერთოდ ლაპარაკობს, არა, ისინი მართლაც ცივილიზებულ ენაზე მეტყველებენ, რომელსაც თავისი ეტიკეტი აქვს, ხო, ეს ჩვენი ხელისუფლება გამოირჩევა ეტიკეტის მუდმივი დარღვევით, რამაც სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ საზოგადოებაშიც გამოიწვია გარკვეული ტიპის ეს ენობრივი თავაშუებულობა. მე ესე ვიტყოდი, ჩვენც კი ხშირ შემთხვევაში ნერგავს ხელისუფლების საზოგადოებაში, რომ შესაძლებელია ასეთი ლექსიკით ამას ვლაპარაკობ, რადგანაც მე ესე ვლაპარაკობ, აი თუ დავაკვირდებით, არა, ხშირ შემთხვევაში ბევრი ჩვენგანიც კი რაც უფრო მეტ ლინგვისტურ თავისუფლებას აძლევს საკუთარ თავს, ვინემ საჭიროა. ბატონო, ერთი არის ლინგვისტური მომენტები, რაც ჩვენ მოვისმინეთ და ახლა ყველაფერი სამწუხაროდ ვერ განვიხილეთ, მაგრამ მეორეა ლიდერების თემა, რომელსაც თქვი რომ დაუბრუნდებით მეთქი. თქვენ თქვით რომ თითქმის ყველა გამოსვლას უყურეთ თავიდან ბოლომდე. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ? ვინ შეგიძლიათ თქვათ რომ არის დღეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი? ვინ მართავს მართლ პარტიას? ძალიან კარგი შეკითხვაა, ეს არის ისე მამარდაშვილი მახსენდება, რომელიც ამბობდა რომ სინამდვილეში სტალინი კი არ მართავდაო, არამედ კოლექტიური სტალინი, ანუ ყველა თავის ადგილას იყო დიდი სტალინი, შემდეგ უფრო პატარა სტალინი და ეს სტალინების და რენე მაგრეტეს ერთი სურათია, სადაც აი ეს როცა მასაში გადადის და ყველა როცა ერთმანეთს გავს. დაახლოებით აი ესეთი სულ მახსენდებოდა მანდელშტამი, როდესაც წერდა ოსებ გენიალური პოეტი, ოსებ მანდელშტამი, გენიალური რუსი პოეტი წერდა ოდა სტალინზე, რომ თავის თავი გადაერჩინა, ხო? იყო ესეთი სურათი ჰქონდა თვალწინ ეს მის ამ გენიალურ ოდაში წერა ასახული, რომ რაღაც სტალინი როგორც რაღაცა ესეთი როგორი რაღაც მთასავით, როგორც ბომონი, როგორც წარმართული კერპი და ქვემოთ ბუგრი გალუვ. ეს თითქმის უთარგმნელია ქართულ ენაზე და აი რაღაც ეს თავები, რომლებიც ერთმანეთს გვანან, ხო, რაღაც ბუგრი გალუვ და მეტაფორული მნიშვნელობით არის თან და მთელი ამბავი რა არის, იცით რომ და თავის ცოლს ეუბნებოდა გადასახლება, მეორეჯერ გადასახლებაში მყოფ მანდელშტამი, რომ ეს და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცი, что он с этими головами делает. აი ეს არის ძალიან ესეთი მომენტი. აქაც იყო სწორედ ესეთი წარმართული მომენტი, ოღონდ აბსოლუტურად გროტესკული, იცით? ის რაც ახასიათებს, აი ამ ახასიათებდა ყველაფერს, ეს იყო რა, იცით? იყო ამავე დროს თუ ამას შეხედავდი, ძალიან სასაცილო. ბოკერი არჩანდა? ხო, ბოკერი არჩანდა. დრამატურგიულ შლაში, რატომ? ალბათ პანკში იყო. ხურო. არა, ვიცით რა მაინტერესებს, ეს იყო შეგნებული ნაბიჯი, რომ მთელი აი ამ ტიპის ყრილობაში ამ რიტორიკით მან არ მიიღო მონაწილეობა თუ დაკვირვები ხართ ბოკერია შესაძლებლად მიგაჩნიათ რომ ის არ ყოფილიყო ფიზიკურად როგორც ეს ბოკერი ესეთ ადგილებში არ ჩანს რატომ როგორ ხსნით ამას ჯერ ერთი ნუ მოდით მას უკავია ინტელექტუალის ნიშა ხო ესეც არის რაც გარკვეული აზრით მაგრამ ამავე დროს ის არ არის პირველი მეორე პირი თქვა და ასე ხო და ესეც მნიშვნელოვანია რომ სხვები ინსტიტუციებს წარმოადგენენ და ბოკერიას ადგილი გაურკვეველია ხო ანუ რას გულისხმობ მიუხედავად იმისა რომ უშუალოდ საბჭოს მდივანია და იგივე უცხოელებთან ურთიერთობაში ის არის ერთ-ერთი მთავარი პირი აბსოლუტურად ზუსტად შენიშნეთ ეს არის ადამიანი რომელიც რაღაცნაირად უცხოელებისთვის წარმოადგენს რეჟიმის სახეს რომ ეს რეჟიმი ჯერ კიდევ არის პროდასავლური და რომ ბოკერია გამოხატავს ბოკერია არის ფაქტიურად ამ რეჟიმის სახე თეოდიცია იმისი გამართლება რომ ეს რეჟიმი ჯერ კიდევ დასავლურია. ანუ ის რომ ბოკერი არ გამოჩნდა ყრილობაზე, ამით სახე არ დაკარგა რეჟიმმა დასავლეთის თვალში? გარკვეულად შეიძლება ესეც თქვა, კი ბატონო და მეორე მომენტიც რომ ისე ვამბობ, ვინც გამოდიოდა ამ ყრილობებზე, ისინი ინსტიტუციებს წარმოადგენენ. ისინი არ არიან ესეთი ეფემერული და გაუგებარი თანამდებობის პირები. ისინი წარმოადგენენ გარკვეულ ძალას, მაგრამ ამავე დროს წარმოადგენენ იმ ძალას
იმ ძალას, რასაც მე დავარქმევდი აი სისტემის მიერ, სისტემა ხო უპიროვნოა რა, აქ პირველ პლანზე რა ჩანდა, იცით, ადამიანური ვნებები, პათოსი, ეს პათოსები, სხვადასხვა ვნებები, რაც თავარია შიში, რომელიც ადამიანს აკარგვინებს ყველაზე უფრო მთავარი რაც არის, ენას როგორც კომუნიკაციის საშუალებას. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. საზა შათირიშვილი პასუხობდა მთავარ კითხვას, რამდენიმე წუთში ირაკლი ალასანია ჩაგორთვება პრაღიდან. მთავარ კითხვას ირაკლი ალასანია უპასუხებს პრაღიდან, საღამო მშვიდობისა ბატონო ირაკლი, ხმა იგვიანებს და პირდაპირ დავსვავ შეკითხვას. ქართული ოცნების ლიდერები დღეს შეხვდნენ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს თომას მელიას. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკული დელეგაცია იძლევა დაპირებას, რომ საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ყველაფერს გააკეთებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ პასუხისმგებლობას ამერიკული მხარე იღებს საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებზე. საღამო მშვიდობის, დიდი მადლობა, რომ ჩამრთეთ პრაღიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის ადმინისტრაციაც, ისევე როგორც ევროპა და ეხლა ვიმყოფებით ჩვენ პრაღაში, სადაც სწორედ საერთაშორისო კონფერენცია ეძღვნება დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნების ჩატარებას პოსტსაბჭო და სივრცეში, ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა იღებდეს თავად ეროვნული სახელმწიფო, ხელისუფლება და ხალხი. იმ ქვეყნის, სადაც არჩევნები ტარდება, მაგრამ პარტნიორი ქვეყნები, სტრატეგიული პარტნიორები, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, სისხლხორცეულად არის დაინტერესებული იმაში, რომ ქვეყანა სტაბილურად განვითარდეს და ერთადერთი საფუძველი პოლიტიკურად სტაბილური განვითარების არის სამართლიანი არჩევნები და ხალხის ნების გამოვლენა არჩევნების გზით. სწორედ ამიტომაც ესეთი მაღალი, უპრეცედენტო დიდი, ისტორიულად დიდი ყურადღება არის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მიმართ. ჩამოდიან არმია და ჯარი დამკვირვებლების მთელ საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში ესეთი მაღალი წარმომადგენლობა სადამკვირვებლო მისიების მართლაც არ ყოფილა არასდროს ჩვენს ქვეყანაში და მინდა მართლაც სრული პასუხისმგებლობით თქვა და მივმართო ჩვენს ხალხს, რომ არც ერთ ხმას არ გააყალბებინებენ რეჟიმს. ყველა ხმა იქნება კონფიდენციალური, დაცული და მართლაც ამ არჩევნებით გვექნება საშუალება კონკურენტული გარემო შეუქმნათ ყველა ადამიანს, ვისაც უნდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მე დარწმუნებული ვარ იმაშიც, სწორედ რომ ეს არჩევნები გახდება გადამწყვეტი არჩევნები ქვეყნის ამ ისტორიულ ეტაპზე ჩვენი განვითარების, იმიტომ რომ გვექნება მართლაც მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც ხალხის მიმართ იქნება ანგარიშვალდებული და არა ისეთი ერთპარტიული პარლამენტი, როგორც ჰქონდა 8 წლის განმავლობაში და ერთპიროვნული მმართველობა ჩვენს ქვეყანაში. ამას დაესმება წერტილი სწორედ ამ ოქტომბრის არჩევნებით. ირაკლი, თქვენ აღნიშნეთ ეხლა რომ ძალიან ბევრი ვიზიტი იყო და ვიცი რომ ბევრი ვიზიტი კიდევ იგეგმება არჩევნებამდე, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება იყო მიპყრობილი ამერიკელი სენატორების დელეგაციის ვიზიტის მიმართ, რამდენიმე დღის წინ გულისხმობ სენატორ მაკკეინს, სენატორ ლიბერმანს და სენატორ გრემს. გასაგებია რატომაც, იმიტომ რომ მაკკეინი მიჩნეულია ხელისუფლების და პირადად მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მთავარ მხარდასაჭერად. გაკეთდა ოფიციალურად დელეგაციის მხრიდან განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი ჩამოვიდნენ არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ საქართველოს ქვეყნის მხარდასაჭერად. ლინსი გრემმა აღნიშნა ის, რომ მაკკეინს მეგობრები არ ყავს, მაგრამ მაინც თქვენს კარგად იცნობთ ამ ადამიანებს, როგორ ფიქრობთ, რამდენად ობიექტურად შეაფასებენ ისინი საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებს? რამდენად ობიექტური იქნებიან ვითარების მიმართ, გამომდინარე თუნდაც თავიანთი პირადი კავშირებიდან? კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, მათ შორის ჩვენს შევხვდით სენატორების დელეგაციას და მე მინდა ჩემი აბსოლუტურად სწორი, ადეკვატური შტაბ-ეჭდილება გადმოგცეთ, რომ ეს იყო შეხვედრა, რომელზეც დაუფარავად პირდაპირ ვილაპარაკეთ, თუ რა დეფიციტია დღეს ქართულ დემოკრატიულ განვითარებაში, რა დარღვევებს ჰქონდა აქამდე ადგილი უკვე წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას და აბსოლუტურად სწორად გულწრფელად გვითხრეს სენატორებმა, რომ მათი აქ ჩამოსვლის მთავარი მიზანი არის, რომ ჩატარდეს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული თავისუფალი არჩევნები, მოითხოვონ ესეთი არჩევნების ჩატარება. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, თქვენც აღნიშნეთ, რომ არ აყავთ მათ პირადი მეგობრები პოლიტიკაში, შეიძლება ვიღაცას მეტად იცნობენ, ვიღაცას ნაკლებად, მაგრამ ამერიკელი სენატორები, ადმინისტრაცია
ევროკავშირი, ნატო ყველა ერთხმად უჭერს საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და ხელისუფლების გადაცემას პირველად 20 წლის განმავლობაში არჩევნების გზით. ეს არაერთხელ ითქვა თვითონ პრეზიდენტ ობამას მხრიდან, ჰილარი კლინტონის მხრიდან. ამას უბრალოდ უკვე პრაქტიკული განხორციელება მიეცა იმაში, რომ უპრეცედენტო დიდი ჯარი და არმია დამკვირვებლების ჩამოვიდა და არც ერთი ხმის გაყალბების შესაძლებლობას სააკაშვილის რეჟიმს არავინ აღარ მისცემს. თუმცა მაკკეინმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ის ხედავს საშიშროებას, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდში შეიძლება აქ დაიძაბოს ვითარება, ადვილად არ იქნება აღიარებული არჩევნების შედეგები. მან პირდაპირ გამოთქვა თავისი შიში ამის შესახებ. ჩვენი კოალიციის ლიდერმა ბიძინა ევანიშვილმა ძალიან ნათლად უთხრა სენატორებს, როდესაც საუბარი შეეხო აღიარების საკითხს, რომ ქართული ოცნება ძირითადი ოპოზიცია, რეალური ალტერნატივა ქვეყანაში, რომელიც მზად არის აიღოს ხელისუფლება თავის ხელში, იძახის, რომ არ გავალთ არც ერთი ნაბიჯით სამართლებრივი სივრციდან. ჩატარდება დემოკრატიული კონკურენტული არჩევნები და შეფასდება ეს არჩევნები როგორც დემოკრატიული და მიიღებს, რა თქმა უნდა, ყველა იმ არჩევანს, რასაც გააკეთებს ხალხი. გაყალბდება არჩევნები, ეს მიუღებელი იქნება პირველ რიგში ქართული საზოგადოებისთვის, ჩვენთვის და ყველა კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას გამოვიყენებთ ჩვენც და ქართველი ხალხიც, რომ მისი არჩევანი სწორად იყოს დაფიქსირებული. ეს იყო ძალიან ღიად ნათქვამი ჩვენ შეხვედრაზე. თქვენ ახლაც იმყოფებით პრაღაში და ძალიან ხშირად გაქვთ შეხვედრები, როგორც ოფიციალური, ასევე ალბათ არაოფიციალური. იცით რა მაინტერესებს? ძალიან გულწრფელად რომ მითხრათ, საქართველოს მეგობრები და მათი წარმომადგენლები, ვისაც თქვენ ხვდებით, როგორ უყურებენ ქართულ ოცნებას, უყურებენ როგორც იმ რეალურ ძალას, მათ უმეტესობას გულისხმობ, რა თქმა უნდა, ყველა ერთ აზრზე არ იქნება. უყურებენ როგორც იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მართლად პოტენციურად შეიძლება ჩაენაცვლოს ნაციონალურ მოძრაობას და მოვიდეს ხელისუფლების სათავეში. თუ უყურებენ უბრალოდ როგორც ძლიერ ოპოზიციას, რომელიც დაიკავებს მეორე ადგილს და უბრალოდ გააძლიერებს ოპოზიციის ფუნქციებს თუნდაც პარლამენტში. მინდა რომ ძალიან გულწრფელად მიპასუხოთ ამ კითხვაზე. ეკა, რომ აქ არ არის საუბარი არავითარ მეორე ადგილზე, აქ არის საუბარი ხელისუფლების აღებაზე. ხელისუფლება არჩევნების გზით, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით უნდა აიღოს იმ ძალამ, ვისაც მხარს დაუჭერს სწორედ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი. სწორედ ქართულ ოცნებაში, ამ კოალიციაში ხედავენ ერთადერთ რეალურ ალტერნატივას. რა თქმა უნდა, უამრავია ოპოზიციური პარტია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ოცნებას შესწევს ის ძალა, რომ ხელისუფლება აიღოს და რაც მთავარია, განახორციელოს ქვეყნის მართვა. სწორედ ამიტომ ეს შეხვედრები, რომელიც დგება თუნდაც ამ დღეებში პრაღაში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საერთაშორისო კონფერენცია ტარდება, რომელიც მიძღვნილია სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცეში 20 წლის შემდეგ დემოკრატიულ პროცესებს და კონკრეტულად ყურადღება არის გამახვილებული საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებზე და სწორედ ქართული ოცნების დელეგაცია იყო ამ კონფერენციაზე არის მოწვეული. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოლოდინი, რომ ჩაატაროს 20 წლის შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვებისგან დემოკრატიული კონკურენტული არჩევნები ძალიან მაღალია, მაგრამ ასევე ხედავენ, რომ ეს თავისთავად არ მოხდება და უნდა იყოს ძალიან დიდი, სერიოზული, უპრეცედენტო დაკვირვება ყველა უბანზე. საქართველოში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო თქვენი ეთერით ხალხს. ვერავინ ვერ გაბედავს ერთი ხმის მოპარვასაც კი. ყველა ხმის კონფიდენციალურობა იქნება გარანტირებული და დღეს სწორედ ამ არჩევნებზე დგება ის დღე, როდესაც უნდა გავაგრძელოთ, კიდევ ხაზს უსვამ, გავაგრძელოთ ეროვნული სახელმწიფოს შენება, რომელიც დაიწყეს ჯერ კიდევ 20 წლის წინ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა. სწორედ ამ კონტექსტშია დანახული, ამ პერსპექტივაში, ამ პოტენციალშია დანახული ეს არჩევნები ევროპაში. იმიტომაც ტარდება ეს კონფერენცია ევროპის შუაგულში, ესწრება სწორედ ბალტიისპირეთის სხვადასხვა დემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლები, ყოფილი პირველი პირები ამ კონფერენციას. აქ იღებს მონაწილეობას ასევე ეუთოს ოდირის ხელმძღვანელი ბატონი ლენარ ჩიჩი, რომლის სწორედ დასკვნაზე იქნება დიდწილად დამოკიდებული, როგორ შეაფასებს მსოფლიო ამ არჩევნებს, ასე რომ მთელი მსოფლიო უყურებს დღეს საქართველოს. მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს არა მხოლოდ თბილისს, არამედ რეგიონებს, როგორი არჩევნები შედგება და რა თქმა უნდა არჩევნების შედეგები მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება მისაღები ჩვენთვის და მსოფლიოსთვის, თუ ის იქნება გაკეთებული ხალხის თავისუფალი არჩევანით.
როგორ ხედავთ ამ პროცესებში ამერიკის ახალი ელჩის როლს, რომელიც ერთხელ შეხვდა კოალიციის ლიდერებს ამერიკელ სენატორებთან ერთად, დღესაც თომას მელიასთან ერთად და მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ 2 დღის წინ მას ჰქონდა პირადად კოალიციის ლიდერთან 2 საათიანი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა და ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ ჩვენ არ ვიცით, რაზე ისაუბრეს კოალიციის ლიდერმა და ამერიკის ელჩმა, კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებულა. როგორ ხედავთ მის როლს, როგორ წინა საარჩევნო, ასევე საარჩევნო და შემდეგ უკვე არჩევნების შემდგომ პროცესებში? Ну, აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ესეთი შეხვედრები ეს ინტენსიურია სწორედ ქართული ოცნების ლიდერთან, ჩვენი კოალიციის ლიდერთან და იმ ძალასთან, რომელიც მზად არის ხელისუფლება აიღოს ხელში ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. შეხვედრები ბუნებრივია არ არის კონფიდენციალური, იმიტომ რომ რეალურად საუბარი ეხება ისეთ საკითხებს, რაზეც ღიად ლაპარაკობს კოალიციის ლიდერიც ბიძინა ივანიშვილიც, ამერიკული ადმინისტრაციაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკული ადმინისტრაციამ თუნდაც ელჩი რომელიმე მხარეს აირჩევს, ძალიან ნათლად ითქვა ამის შესახებ მათი მხრიდან და ესეც უნდა იყოს. უბრალოდ მათ დიდი ინტერესი აქვთ პირველ რიგში ჩვენი პოლიტიკის. თუ რა ხედვა გვაქვს ქვეყნის განვითარების და ამაზე იყო ლაპარაკი ამერიკის დელეგაციასთან და ელჩთან შეხვედრისას. ხედვა, რომელიც რეალურად საგარეო პოლიტიკური ხედვა, რომელიც საქართველოს გარანტირებულად, კიდევ ერთხელ ვთქვი, გარანტირებულად წაიყვანს ევროპული ოჯახისკენ. სწორედ აქაც ამ კონფერენციაზეც, რომელიც სტარტდება პრაღაში, ამაზე გვექნება საუბარი. და რა თქმა უნდა, ძალიან ვითარება იმდენად საინტერესოა ყველასთვის და ასევე მყიფეც, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე დღის წინ ძალიან კარგად ვნახეთ ის სიძულვილის ნიაღვარი, რომელიც მოდიოდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან იმ შეხვედრებზე, რომელიც გამართეს თქვათ სხვადასხვა ქალაქებში საქართველოში, ეს პირდაპირ იყო კაცთმოძულეობის მართლა დიდი გამოვლინება ამ ლიდერების მხრიდან და რა თქმა უნდა ყველას აქვს შეკითხვა ეს პარტია, ეს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც აი ესე უპირისპირდება საკუთარ ხალხს და რამდენიმე მათგანს წამოწდაც კიდევაც რომ ჩვენი ოპონენტები არის ჩვენი ხალხიო და ეს აბსოლუტურად სწორია. ამ შემთხვევაში სადამკვირვებლო მისიები იღებენ სწორედ უდიდეს პასუხისმგებლობას თავის თავზე. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რა რეჟიმთან გვაქვს საქმე, მაგრამ რეჟიმი უძულური იქნება თუ კი საზოგადოება იქნება მთლიანი და ამ არჩევნებს ექნება უპრეცედენტოდ მაღალი დაკვირვება. ვერავინ, კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა, ვერ შეძლებს ხალხს მოპაროს საკუთარი არჩევანი. ეს არ განმეორდება ისე როგორც მოხდა თუნდაც 2008 წელს. ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება, როგორც ჩვენი საქართველოს საზოგადოების, ისევე მთელი მსოფლიოსი. სწორედ ამიტომაც ყველანი მოვემზადოთ სერიოზული, გააზრებული არჩევანისთვის, რომლის შემდეგაც გავაგრძელებთ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ მართლაც ჭეშმარიტად ეროვნული სახელმწიფოს შექმნას. ბატონო ირაკლი, გესაუბრებიან თუ არა უცხოური პარტნიორები არიან თუ არა დაინტერესებული ქართული ოცნების იმ ნაწილით, რომელიც შეეხება კონფლიქტების მოგვარებას და რომლის მიმართაც გარკვეული კრიტიკა იყო ძირითადად ნაციონალური მოძრაობის მომხრეების მხრიდან იყო არაერთი კითხვა. იგულისხმება ის თუ როგორ წარმოგიდგენიათ ის რომ ოსები და აფხაზები გახდნენ რეალურად მოლაპარაკების მხარე, განსაკუთრებით თქვენი მისამართით გაისმის კრიტიკა. მოდით ძალიან მოკლედ, რა კი პრაღიდან გვერდობით და მე გპირდებით, რომ როდესაც ჩამოხვალთ საქართველოში ამ თემაზე აუცილებლად ვრცლად ვისაუბრებთ ამ სტუდიაში. ძალიან მოკლედ, როგორ აღწერთ მთავარ არს თქვენი პროგრამის ამ ნაწილის და მხარედ როგორ წარმოგიდგენიათ ოსები და აფხაზები მოლაპარაკებაში? კი ბატონო. ძალიან დიდი ინტერესია ქართული ოცნების ამ ხედვის მიმართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, იმიტომ რომ აბსოლუტურად უიმედო დამოკიდებულება აქვს სააკაშვილის მიმართ და მისი პოლიტიკის მიმართ, რომელმაც ქვეყანა მართლა ჩიხში შეიყვანა და მოლაპარაკების პროცესი თავად სააკაშვილის წინ დაუხედავმა ნაბიჯებმა აფხაზებთან თუნდაც ოსებმა შეიყვანა მთლიანად მოლაპარაკების პროცესი ესეთ ჩიხში. მათ მიმართ აბსოლუტურად უიმედო დამოკიდებულება, ამიტომაც არის ძალიან დიდი ინტერესი სწორედ რა ხედვა აქვს ქართულ ოცნებას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ჩართული ვიყავით მოლაპარაკების პროცესში, როდესაც გაჩნდა პერსპექტივა რეალური, გულწრფელი, ორმხრივი დიალოგის. ჩვენი ხედვა არის ძალიან მარტივი. ჩვენ თუ გვინდა ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენა, პირველ რიგში უნდა აღვადგინოთ ურთიერთობები ადამიანებს შორის, ხალხს შორის. სწორედ ამიტომ თავარი ამოცანა ჩვენთვის იქნება წინ წამოვწიოთ ეკონომიკური, სავაჭრო, ინფრასტრუქტურული ურთიერთობები ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან. ჩვენ გავიხსენოთ თუნდაც ერგნეთის ბაზრობამ როგორ დაახლოვა ქართველები და ოსები ერთმანეთს. ჩვენ ერგნეთის ბაზრობა კი არ უნდა დაგვეხურა, არამედ უნდა მოგვეწესრიგებინა ლეგალურად და კიდევ რამდენიმე ესეთი ბაზრობა უნდა გვაქვს უკვე აფხაზეთთან და გქონდა ამაზე საუბარი, რომ შეიქმნებოდა სპეციალური ეკონომიკური ზონა გალში და ოჩამჩირეში და ზუგდიდში.
მაგრამ ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით წყალში გადაყარა სააკაშვილმა. ჩვენ ვიძახით, დავიბრუნებთ აფხაზებთან და ოსებთან ჩვენს ურთიერთობებს სწორედ ვაჭრობის, ეკონომიკის და ინფრასტრუქტურული პროექტების წინ წამოწევით. ზუგდიდზე როცა ვლაპარაკობთ, ზუგდიდში აშენდება რეგიონალური კავკასიური მასშტაბის საავადმყოფო, რომელიც უფასოდ მოემსახურება აფხაზებსაც და ადგილობრივ ზუგდიდელებს. 100 მილიონი, რომელიც ჩაიდება ზუგდიდის ეკონომიკაში, კერძო ინვესტიცია, პირველ რიგში მომხიბლავს და მიმზიდველს გახდის აფხაზებისთვის ჩვენთან, ქართველებთან ურთიერთობას და რა თქმა უნდა, მათ ურჩევნიათ ურთიერთობა ჩვენთან, ვიდრე დარჩნენ რუსული ოკუპაციის და ჩექმის ქვეშ. ეს ყველაფერი შესაძლებელია. ამაზე აუცილებელია ჩვენი სტრატეგიული გეგმის განხორციელება მოხდეს უკვე ხელისუფლების მხრიდან. ამიტომაც აუცილებელია, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ზალა, რომელსაც ესმის და უნდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დაახლოება. აქ რა თქმა უნდა, ევროკავშირის როლი იქნება განუზომლად დიდი და სწორედ აქცენტები გადატანილი იქნება, კიდევ ერთხელ ვეთქვი, სავაჭრო, ეკონომიკური და ადამიანური ჰუმანიტარული ურთიერთობების მაგრამ რაც შეეხება მხარეებად მათ წარმოდგენას მოლაპარაკებებზე აფხაზეთის და ოსური მხარის წარმომადგენლები ისედაც ითვლება უკვე დიდი ხანია მხარედ მოლაპარაკებებში. ამას კითხვის ნიშანი არ აქვს და მე ხანდახან მიკვირს ისე უტიფრად გამოდიან ზოგიერთი უშუალოების საბჭოს თუ სხვა წარმომადგენლები საგარეო საქმეთა სამინისტროსი და ატყუებენ ხალხს, რომ თითქოს მხარედ არ არის აღიარებული აფხაზეთი და ოსეთი მოლაპარაკებებში. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის საერთაშორისო აღიარებაზე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გარანტირებული არ აღიარების პროცესი. გამორიცხულია ვინმე აღიაროს აფხაზეთი, ოსეთი როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. მაგრამ სწორედ მხარედ აღიარება მოლაპარაკებაში ნიშნავს, რომ ჩვენ საშუალება გვექნება დიალოგის, საუბრის. როდესაც ხვდებოდნენ ჟენევის ფორმატში ქართული და აფხაზური მხარე, ის ნაღიარებია როგორც მხარეები მოლაპარაკებაში. ამას არ ჭირდება ეს განზრახ შეყავთ შეცდომაში საზოგადოება. ამაზე აღარ გავაგრძელოთ. ჩვენთვის ისეთივე მხარეებად არიან დღეს ისინი იგივე ჟენევის მოლაპარაკებებში, როგორც საქართველო და რუსეთი. სავაჭრო ეკონომიკურ კონტექსტში. ბოდიშვიხტი იქნებ გაიმეორო ჩეკეტი. აუცილებლად ისეთივე მხარეებად არიან დღეს თქვენ როგორც ამბობთ ისინი მაგალითად ჟენევის მოლაპარაკებებში წარმოდგენილი როგორც საქართველო და რუსეთი, რაც ოფიციალურად ითვლება კონფლიქტის მხარეებად, ყოველ შემთხვევაში ქართული ხელისუფლება. ბუნებრივი არა, საქართველო და რუსეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტები, სუვერენული სახელმწიფოები არიან. მიუხედავად რეალობისა, სააკაშვილის უგუნური პოლიტიკის შემდეგ 1/3 ჩვენი ტერიტორიის დღეს ოკუპირებული აქვს რუსეთს. სწორედ სააკაშვილის უგუნური პოლიტიკის შემდეგ, მიუხედავად ამისა, რეალობა რო ესეთია. ჩვენ მაინც ორი სუვერენული ქვეყანა გვაქვს და აბსოლუტურად სხვა წარმომადგენლობა, სხვა წონა გვაქვს მოლაპარაკებაში. როგორც ორ სახელმწიფოს, მაგრამ ისინი მოლაპარაკების მხარეები არიან. ჩვენ, მე არ მესმის ლოგიკა საერთოდ სააკაშვილის პოლიტიკის. თუ არ დაელაპარაკე აფხაზს, თუ არ დაელაპარაკე ოს, აბა როგორ მოაგვარებ მათთან ურთიერთობას? როგორ დაიწყებ პერსპექტივაზე ლაპარაკს ჩვენი თანაცხოვრების? ეს არის აბსურდი, რასაც დღეს სააკაშვილის და მათი პოლიტიკა ლაპარაკობს, რომ ჯერ უნდა მოხდეს დეოკუპაცია და შემდეგ მოლაპარაკებები აფხაზებთან და ოსებთან. ეს არის გამორიცხული, ეს არის ჩიხი და სწორედ ამიტომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დაწყებული ამერიკელები და მთავრობრივი ევროპელებით უიმედოდ მიიჩნევენ საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკს სააკაშვილთან. აღარც კი ელაპარაკებიან. ერთი რამ უნდა დავაზუსტო, რომელიც მიიყვანს მიზნამდე საქართველოს ინტერესებს. ერთი რამ უნდა დავაზუსტო, გულისხმობთ მოლაპარაკების მხარეებს თუ გულისხმობთ კონფლიქტის მხარეებს? უნდა იყვნენ თუ არა აღიარებული კონფლიქტის მხარეებად. მოლაპარაკებაში მხარეებზე. მოლაპარაკებაში მხარეებზე ძალიან ნათლად მინდა ჩამოვაყალიბო ეს. გასაგებია. ძალიან მაინტერესებს თქვენი კომენტარი ლაფანყურის ისტორიასთან დაკავშირებით. ძირითადი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ხელისუფლების მიმართ იყო და არის ის, რომ ოფიციალური ინფორმაცია არის ძალიან მწირი. საინტერესოა რომ ყოფილიყავით თქვენ ხელისუფლებაში და მსგავს ისტორიასთან რომ გქონოდა საქმე. როგორ ფიქრობთ, საჭირო იქნებოდა საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება თუ არა? თქვენ რომ იყოთ ხელისუფლებაში. ბუნებრივია, როდესაც ესეთი საგანგებო ვითარება არის, სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელები არა ისე არაკომპეტენტურად, როგორც ახლა აკეთებენ სწორედ ამ სტრუქტურის ხელმძღვანელები, უნდა აწოდებდნენ ამომწურავ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, იმ საიდუმლოების დაცვით, რაც აუცილებელია ესეთი სპეციალური კონტერორისტული თუ ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარებისა, მაგრამ საზოგადოება არ უნდა ჩააგდო პანიკაში. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, ლოკალიზებული არის თუ არა ეს ჯგუფი, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება, თუ მოლაპარაკება არ მიმდინარეობდა, რატო, ვინ ჩაატარა მოლაპარაკება, რატო იყო განადგურების ოპერაცია ჩატარებული, არა
აყვანის, რაც მეტ ინფორმაციას მოგცემდა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ეს შეკითხვები კვლავ ჰაერშია გამოკიდებული. და კიდევ ერთხელ ხაზს უსმავს, რა უპასუხისმგებლო, არაკომპეტენტურები არიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორ არაფრად არ უღირთ ადამიანის სიცოცხლე. ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი გმირების ოჯახებსაც კი არ გააგებინეს თავის დროზე, იმდენხანს მალავდნენ, რომ ეს გარდაცვლილები ყავდათ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად არაკომპეტენტურ, უპასუხისმგებლო ხალხთან საქმე ხელისუფლებაში და ეს ხალხი არ არის ღირსი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იყოს. სწორედ ამიტომაც ოქტომბრის არჩევნებისკენ მოუწოდებ კიდე ყველას. გვაქვს შანსი დავიწყოთ ახლიდან გავაგრძელოთ ეროვნული სახელმწიფოს შენება და ხელისუფლებას ჩამოვაცილოთ ეს არაკომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ესე კაცთმოძულეობით, სიტყვებით, გამოსვლებით ესაუბრებიან საკუთარ ხალხს. თქვენც მოგიხსენიათ ფობიას, საკუთარ შიშებს, საკუთარ სისუსტეს არ პატიებენ საკუთარ ხალხს. თქვენც მოგიხსენიათ საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ზუგდიდში გამოდიოდა სიტყვით, როგორც ვითომ უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, დედაჩემის გვარი მაინც არ კონდესო, თქვა მიხეილ სააკაშვილმა. რა შანსი გაქვთ რეალურად ზუგდიდში? ყავთ საკმაოდ გავლენიანი კონკურენტი, რომელიც თქვენ კი არ მიგიჩნევთ მოპირისპირე მხარე და არამედ ქართული საზოგადოებაა ჩემი ოპონენტიო ამბობს. გულისხმობ ახალაიას. მე ერთ რამეს ვიტყოდი, უბრალოდ იმდენად შეურაცხმყოფელი იყო ზუგდიდელებისთვის და ზოგადად მეგრელებისთვის და იმ კუთხისთვის სააკაშვილის გამოსვლა, რომელმაც ისიც კი თქვა, რომ თურმე სამეგრელოს გვირგვინი ლაზიკაა და მე მინდა შევახსენო კიდევ ერთხელ, რომ სამეგრელოს გვირგვინი იყო და იქნება ზუგდიდი. მისგან მივიწყებული ზუგდიდი, რომელიც გახდება ისეთი ძლიერი ეკონომიკურად წელში გამართული, რომ მართლაც ზუგდიდიდან დავიწყებთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, ჩვენი აფხაზების დაბრუნებას. მისგან განსხვავებით, რომლის პერიოდშიც ერთი ინვესტიციაც არ ჩადებულა სამეგრელოში. მისგან განსხვავებით, როდესაც 99 წელს ორჯერ მეტი დასაქმებული იყო კერძო ბიზნესში, ვიდრე დღეს ზუგდიდის მთელ სამეგრელოს რაიონში. აი ეს არის ის რეალობა და ძალიან შეურაცხმყოფილი იყო მთელი ზუგდიდი მისი გამოსვლით. თუმცა ამას ვერდიქტს გამოუტანს საზოგადოება ამ ყველაფერს 1 ოქტომბრის არჩევნებში. თუმცა სამეგრელოს განწყობა გამოჩნდება ალბათ 22 სექტემბერს. ძალიან დიდი მოლოდინია საზოგადოების მხრიდან ზუგდიდის აქციის მიმართ. ეს ითვლება ყველაზე მგრძნობიარე რეგიონად, ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე რეგიონად. ყველანი მემზადებით ამ დღისთვის, მთელი სამეგრელო, მთელი ზუგდიდი ემზადება ამ დღისთვის და მე დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მართლაც განსხვავებით ნაციონალური მოძრაობის ყრილობისგან, რომელიც კაცთმოძულეობით იყო სავსე, ეს იქნება დიდი სოლიდარობის, დიდი ადამიანური თანაგრძნობის, დიდი სიყვარულის გამომვლენი ღონისძიება, რომელიც მთელ საზოგადოებას, მთელ საქართველოში განაწყობს ერთმანეთის მხარდაჭერისკენ და არა ერთმანეთის განადგურებისკენ, როგორც იმუქრებიან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. ძალიან დიდი მადლობა. ირაკლი ალასანია გვერდთვებოდა. დიდი მადლობა თქვენ, კარგად ბრძანდებოდეთ. ის პასუხობდა სწორედ მთავარ კითხვას, მე ხვალამდე გემშვიდობებით და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.